გაიმართა შემაჯამებელი შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც გადასახადის განამხნელები, პარტნიორი ორგანიზაციები, დაინტერესებული პირები, ასევე პარლამენტის წევრები, მათ დეტალურად გაეცნოთ საგადასახადო საბაჟო მიმართულებები. საბაჟო მიმართულებით გაეცნო ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემა NCTS, ასევე ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის შესახებ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. შეხვედრა წარიმართა აქტიურ რეჟიმში, იყო კითხვა-პასუხები, იყო შენიშვნები ბიზნესის მხრიდან, რაც ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, რათა უფრო დავხვეწოთ ჩვენი პროექტები მომავალში და უფრო შედეგზე ორიენტირებული გავხადოთ. შეხვედრის განმავლობაში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიერ წარდგენილი იყო წლის განმავლობაში უწყებაში განხორციელებული ცვლილებები, მათ შორის საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები, ასევე ახალი მეთოდური მეთოდების შესახებ ინფორმაცია, დანერგილი სერვისების მომავალი პრიორიტეტების შესახებ ანგარიში, მსგავსი ტიპის შეხვედრები ბიზნესთან და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან უფრო მეტად ინტენსიური კომუნიკაციის რეჟიმში, რა თქმა უნდა, კვლავ გაგრძელდება და ეს მიიღებს ასევე უფრო სამუშაო ჯგუფებში შეხვედრების ფორმატს. გაიმართა შეხვედრა შემოსავლების სამსახურის მხრიდან 2025 წელს განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც კერძო წარმომადგენლები, მცირე და საშუალო ბიზნესის, ასევე საქართველოს პარლამენტის წევრები, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ ერთხელ გავასაჯაროვეთ ის ცვლილებები და სიახლეები, რომელიც მიღებული იქნა 2025 წელს. შეხვედრა, რომელიც გამართა შემოსავლების სამსახურმა და შეაჯამა 2025 წელი, ძალიან საინტერესო იყო ბიზნესისთვის, ვინაიდან შეჯამდა 2025 წელს საბაჟო და საგადასახადო მიმართულებით განხორციელებული ცვლილებები. პრინციპში ჩვენ როგორც ავტორი კომპანია ჩართული ვიყავით ამ ცვლილებებში, ხშირ შემთხვევაში ჩართული ვართ იმ მეთოდოლოგიურ საკითხებში, რომელიც მუშავდება შემოსავლების სამსახურში და მნიშვნელოვანია, რომ შემოსავლების სამსახური ითვალისწინებს ბიზნესის შეხედულებებს. Mēs ვიტოვებთ, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები კვლავ გაგრძელდება ბიზნესთან კოორდინაციაში, რაც საბოლოო ჯამში ყველა მხარისთვის იქნება მომგებიანი და აუცილებელი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ საგადასახადო კანონმდებლობას ჩვენ ვისმენთ უშუალოდ იმ პირებისაგან, რომელიც აღნიშნულ საგადასახადო პოლიტიკას ატარებს.